მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუორინასთან იწყება. აი დადგა ზაფხული და ატყდა საგამოცდო ციებს ხელება გამოცდები სკოლებში, გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში. მოგეხსენება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უამრავ გამოცდას ვაბარებთ. ერთი სიტყვით გამოცდების პერიოდია და დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაც სწორედ გამოცდები იქნება. ხოლო ამ თემაზე სასაუბროთ პირველ სტუმრად კი შევარჩიეთ იუმორინას პოპულარული სახე ბატონი მერაბ გეგეჩქორი. მოგზავნი მერაბ. აი ახლა მე მოვახსენე ჩვენს ვირფას მაყურებელს, თემა ჩვენი დღევანდელი გადაცემისა იქნება გამოცდები და ისიც ვახსენე, რომ ჩვენ გამოცდებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვაბარებთ და არა მხოლოდ სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში. ახლა ჩემო ვირფასო მეგობრებო, საქმე იმაში გახლავთ, რომ ბევრმა ალბათ იცით, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. მერაბი ის კაცია, რომელიც 15 წლისა დაობლდა დედითაც, მამითაც და მარტოდ დარჩენილმა არ ყავდა არავინ არც დამხმარე და არც ხელის სამკლავი რო იტყვიან ხოლმე ქართულად, მარტოდ იბრძოლა, ისწავლა, იწვალა და იმდენი ხდა რომ აიხდიდა თავისი ყველა ის ოცნება, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა ჩაფიქრებული. რა იყო ახლა? ეს იყო ბრძოლა და რა იყო ის რაც მას ასე ამოძრავებდა. უნდოდა ჩაბარება თეატრალურ ინსტიტუტში და ჩააბარა. უნდოდა დიდ სცენაზე დამკვიდრება და დამკვიდრდა დიდ სცენაზე და პოპულარული პიროვნება გახდა. და რაც თავარია, უნდოდა ყოლოდა თქმილი და მოსიყვარულე ოჯახი, ყველაფერი გააკეთა ამისთვის და აქაც გადმოხედა უფალმა და დიდებული ოჯახია. ჯეუბადონო. დიდი მადლობა მის მეუღლეს, ქალბატონ მანას, ჩვენ ძალს, რომელიც ასე დაუდგა გვერდში და დღეს უკვე ორი შვილის მამა გახლავთ, ჩემი მერაბი, ნიკა და ნინო, მე მგონი მის კლასს მიყობიან ჯვარ. აი მოკლედ ახასიათება ადამიანისა, რომელმაც თავად შექმნა საკუთარი თავი, ინგლისელებს რო უყვარდა ამერიკელებს გამოთქვა self-made man, აი სწორედ ასეთი ადამიანი, ვინც თავად შექმნა საკუთარი თავი. აქედან გამომდინარე, მოდი ჩემო მერაბ, ვისაუბროთ ზოგადად გამოცდებებზე, ცხოვრებისეულ გამოცდებზეც კიდე ცალკე ჩემო ბატონო. უპირველესად მივესალმები მაყურებელს ბატონო ჯემალ, დიდი მადლობა ასეთი დახასიათებისათვის. ისე კაცმა რო თქვას, აქ არაფერი ლიტერატურული და დამატებული და ჩამატებული არ იყო. ნამდვილად ასე გავიარეთ ცხოვრება და ყველა იმ ადგას, ვისაც დღეს სადღაც უჭირს, რაღაცის გამო უჭირს, მე მინდა შეუძახო და აქედან უთხრა ჩემო ბატონო, რომ გახსოვდეთ თავარი, თქვენი იდეა ცხოვრების რა არის და სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, შენი პიროვნების შინაგანი რწმენა უნდა გაგაჩნდეს. ამ რწმენით მოვედი მე თქვენამდე ვიფასო მაყურებლებო. მადლობა ბატონო ჯემალ ამ წელი წარდგენისათვის. ისე უნდა მოგახსენოთ ბატონო ჯემალ, რომ ყოველი ახალი კონცერტი ჩემთვის გამოცდის ჩაბარებაა და დამეთანხმება მაშინ მაყურებელიც და თქვენ. კი ბატონო, ასე ვარ თქვენ ყველანი. როცა ლომიში მოვედი ბატონო ჯემალ, პირველი რაც გავამხილე, სურვილი იმისა, რომ ჩამებარებია თეატრალურ ინსტიტუტში და ვიფასო მაყურებლებო. ვინ თუ არა დამიდგებოდა გვერდით, რა თქმა უნდა, ბატონი გივი ბერიკაშვილი და მამაშვილი ბაღაშვილი და მართლაც საკმაოდ კარგი მომზადებული წავედი თეატრალურ ინსტიტუტში. გამოცდის წინა დღეა და ძალიან განვიცდი, ნერვიულობ, ცოტა მეშინია კიდევაც. და ახლა გივი ბერიკაშვილმა შემატყვეს და რას ფიქრობ, ბიჭო? ის გეში. თავის დროზე შვილო სრულად მარტო წავედი გამოცდაზე. აბა, არავინ ჩემი პატრონი არ იყო. და მიყვება ესეთ ისტორიას. გამოცდის დღესო ინსტიტუტის წინ დგავარ. ვიღაც უცნობი მოვიდა და მიდგა და მეუბნება ჩუმად. აქ ხო იცი, თუ არ ჩააწყე ისე ვერ მოხვდები. ვიღაცის კაცი უნდა იყო. და შენი პროტექტორი ვინ არისო? ახლა ამას ხوار ვეთქვი, არავინა უპატრონო ვარ და პირდაპირ ჩემი პროტექტორი აკაკი ხორავაა თქვა. გაიოცა და წავიდა. რექტორი იყო მაშინ. და რექტორი და წავიდა. გავიდა რამდენიმე წუთი და ორი კაცი დამადგა თავზე. შენ ხარ გივი ბერიკაშვილიო? კი ბატონო, მე გახავართ. აკაკი ხორავა გეძახის კაბინეტში აბრიცავდი. ავედი შევაღე კარები და თავისი მჭექარე ხმით აკაკი ხორავა. მოდი აქ, მოდიო. ბერიკაშვილი გივიო? კი ბატონო. შენ თქვი აკაკი ხორავა ჩემი პროტექტორიაო? დიახ ბატონო. მე რატო თქვიო? შენ ცხა ბატონო ჩემი უპატრონობის და თქვენ ხო იცით რომ არა ხარ ჩემი პროტექტორი და ეხა იმა რაც და ისი ფიქროსო. აი ასეთი დადებითი მუხტით გამიშვა გამოცდას. წავედი ბატონო ჯემალ მეორე დღეს გამოცდაზე შევედი კომისია ზის და ბატონი გიგა ლორდკიპენძე ინსტიტუტის რექტორი და ამავდროულად მისაღები გამოცდების კომისიის თავმჯდომარე.
გეგეჭკორი დიახ ბატონო მეთქი რატომ გადაწყვიტეთ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება თეატრი მიყვარს ბატონო გიგა და მითო თან პაროდიებსაც ვაკეთებ მეთქი ვის პაროდიებს აკეთებო ეხლა მოგეხსენებათ ბატონი გიგა გახლავთ ფილმ დათა თუთაშხიას რეჟისორი და ამ შანსს ხელი და როგორ გაუშვებთ და იქვე გავაკეთე დათა თუთაშხიას და მურდუხაის დიალოგის აი ეს ნაწყვეტი ახსოვს თუ იცი ახლა დათა ვაჩუქე იმის ისი დაუჯერებლობა სიხარული და გაგვირება მახსოვს ახლაც მაქვს თვალებში კიდევ ის მახსოვს ჩხარო ვაჩუქე მისა ბიჭმა დედაბერს თხა სამაბასად ცადე მაგმე ბევრჯერ ცადე მაგმე იცი შენეს მერე ვისაც ჩავაცი მან გამხადა სწორედ მე თუ არა სხვას გახადა მაინც რომ არ ჩაგეცვა მისთვის თუ აქცდებოდა გახდა შენთან იმ სხვას არ მიფიქრია მაგას იფიქრე დათა იფიქრე მაგრამ ერთმა ადამიანი ფიქრისთვის შექმნა და სიჩუმე ბატონო ჯერ აი ახლა ხო რეაქცია მაგრამ იქ სიჩუმე სამარისებული და აცხონეს ბატონმა გიგალორთქიფაინძე თეთა ბიჭო რა კარგი იყავი ყოჩახ აბა კიდე ვიცი პაროდია გაქვს ახლა გავთამამდი და ვფიქრობ აი პოლიტიკური პაროდიები მაგრამ ვაი ვერ გაიგონ კარგად რა ვიცი როგორ წაიგითხავენ და მათთვის ნაცნობი და სახალხო ცნობილი მწერალისა და დრამატურგის ბატონი ოტია იოსელიანის პაროდია შევსთავაზე ამასინად ბოშაკალი გადემეგიდა გინდა თუ არა გიმკითხავებ და გიმკითხავებო ჯო დამალები თავიღაც არ მინდა მეთქი არა დეჟინა უნდა გიმკითხავ მე შენს წარსულს ხედავ აწყოსას და მომავალსაცო მომეცი 10 ლარი და გეტყვი რა ვხედავ შედალოცვილო ჩემ წარსულსაც აწყოსას და მომავალსაც თუ ხედავ ჯიბეში 10 ლარი არ მიდეს მაგას ცოტა ვერ ხედავ ყველა თვითონ გადასული გადავიდი კაც ამაზე მართლაც კარგი რეაქცია იყო და მომიწონეს ეს ყველაფერი კარგი გეგეჭკორი მაგრამ ეხლა დეკლამაციაში უნდა გამოგცადოთ ვის ლექსს აგვიკითხავთო თუ შეიძლება ბატონო მეთქი ჩემი საყვარელი პოეტი გახლავთ ლაშა გახარია და მის ლექსს წავიკითხავთ კი ბატონო ხემარდიანიში ნანათა მუხებით გადამოხლული მთაზე მოწრული კალათა ჩემი ლახარა მუხური ქუხნაზე კვამლი ყვავივით გზაგაწელილი წურბელი დილიდან ამოყვანილი ჭყინტი ყველივით ღრუბელი ბაგე კარკალა ორკოლი წყაროკტე ძვლებში გამძვრალი ცირა თვალჭია კოკონა ბროწეულების ხანძარი ხეზია მძვრალი კაჭიჭი ოჩოფეხება ბეღლები ჭალაკი ჭელის პაჭიჭი დევინაღველა ლეღვები ხობწყარი ნაცხა სათვალით ლარზე წისქვილის ხველება ხირკე ლაგვამში ჩამთვრალი გრძელღამის ჩადღე გრძელება კაცები შუბზე მაღლები ხატის თვალება ქალები ბაშლიყიანი მაყრები მათრახიანა თვრალები ჭიშკრები შუბზე ნალებით ფაცხა ჯარგვალზე მიფსკვნილი ჭვინტა ჩეჭმული ყანებით გაწბილებული წისქვილი გახარებული ყებული მუთაქის თავსასტუმრობით ძაღლია ნაცეკვებული ოჯახი მოყვრის სტუმრობით ოხუნჯობენ და პურსჭამენ აბეთ სინჯავენ კვესებით ფანდურზე დალეკურობენ ბაჟაფშაველას ლექსები ჯანსულო ოისა ვარადა გულში სულ ჩასაწობელი უფლის და კაცის ბალადა ერთი კალათა სოფელი ადგილზევე გამომიცხადა ბატონმა გიგამ გეგეჭკორი ჩარიცხული ხარ ინსტიტუტშიო გახარაგ ამოვედი გახარებულმა საწავიდოდი თუ არა და მოვედი ჩვენ შემოქმედებით ოჯახში ლომიში და ვახარე ბატონ ჯემალს ეს ამბავი ბატონო იყო აგახარა ღმერთო ბატონმა ჯემალმა და ლომისის საფირმო კონვერტში გარკვეული თანხა პრემიის სახით ჩადო და კონვერტზევე წააწერა ამის თანა ნიჭიერი იბადება 1-2 სხვისი ხმით და თავის ნიჭით წინ მიიწევს გეგეჭკორი განათლების მადლი მუდამ წინ გიზღოდეს სანთელივით რომ დამბა ჩარ დამჭიდეს მე აკაკის გამზდელი როგორც ხედავ თქვენს წინაშე ცოცხალი და სახსალამათი ვარ ჯეჯერობით ესე იგი დამბაჩა არ დამჭირებია და დიდი მადლობა ამისთვის მერაბს ისე როგორც დღევანდელი სტუმრებისთვის და კაიკაცებისთვის მერტმა ხელი მოუვარდეთ გავაცილოთ
ვაგრძელებ ჩვენს განაცემას, ვირბასო მეგობრებო, შემდეგი სტუმარი კი გახლავთ. ყველასათვის ცნობილი, უსაყვარლესი და პოპულარული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ბატონი ჯემალ ღაღანიძე. მომგზავრდით ბატონო. დიდი მადლობა რომ მომგზავრდით. დავზარდი ჩემო ბატონო ჯემალ, თქვენ ახლა მოისმინეთ რომ თემა ჩვენი დღევანდელი საუბრისა გამოცდები გახლავთ. ალბათ უსმენთ გეგე ჩქორმა როგორ გაიხსენა თეატრალურ ინსტიტუტში თავისი გამოცდები და პირველი ნაბიჯები და თეატრალურ ინსტიტუტზე თქვენ რო გასალაპარაკოთ და თეატრალურ სამყაროზე და როდის ბატონო ჯემალ 62 წლის წინ 62 წლის წინ აი მაშინდელი გამოცდები როგორ იყო იქიდან დავიწყოთ. ყოველთვის რთული იყო და ყოველთვის კურიოზებით სავსე იყო თეატრალური ინსტიტუტის გამოცდები. ბატონო ჯემალ მე დავამთავრე საშუალო სკოლა საიგილოში. ეს რატო და რა ისთვის მოხდა? მოხდა იმის გამო რომ იყო გამოვიდა ხმა რომ თუ მე დავამთავრებდი 11 კლასს წელიწად გამოშვებით იყო მიღება და არ მიწევდა გამოცდები თეატრალურ ინსტიტუტში. მოგეხსენებათ საიგილო აზერბაიჯანს ეკუთვნის, იქ აწოლედი იყო. ამიტომ მეცხრედა რომ გადავედი მეათეში დავკარი ფეხი წავედი იქ და ერთ წელიწად მოვიგე. ამას იმიტომ გეუბნებით რომ დავამთავრე ახლა ეს ხო არის სასკოლო რა ქვია იმას ატესტატი ხო არის ბაქოში უნდა გაიგზავნოს ჩემი სკოლიდან ის და იქიდან უნდა მოვიდეს ეს ატესტატი და ჩამოვიდა კიდეც. ახლა თეატრალურ ინსტიტუტში რომ მივედი წესად იყო ასე რომ უნდა დაგედო საბუთები გამოცდებისათვის. ხო და მოვედი ისტორიაში იყო გამოცდა. ისტორიაში მოვედი ახლა ბევრი ის სტუდენტები აბიტურიენტები არიან და ერთმანეთს ეუბნებიან ბიჭო აი ეს მთავარიო ლექტორიო ორი წლისო, იმიტომ რომ ბევრი რო ვართო, ეხმარებო მეორე. აი, ვის ეხმარებო? ის დაბალი კაცი, კაი კაციო. აი, იმ კაცთან მიდითო, შედითო და ის რო უშვებსო ერთსო, ესო სამს ერთად უშვე და ადვილად მივედი მე ახლა დაუჯერე და მივედი ამ პატარა კაცთან და დაუდეს. დაუდა, დახედა და ატესტატებს ესე ქონდა რომ ერთი გვერდზე იყო რუსულად აუცილებლად დამეცი და მეორე იმ ქვეყნიდან სადაც გაცემული ხო და მე დამედია რუსული. ახლა ამან ადგა და განმოაბრუნა ჭადივით ახლა აქ მეორე განმოაბრუნა აქ და ვინახარ ბიჭო შენ უცბად აზერბაიჯანურად არის ვინახარ ბიჭო მე ხარ ეს საიგილოში ბაკახში დამთავრებული მართლა საიგილოში დამთავრე ხო ბიჭო რა კაი კუთხეა ვარა კაი კუთხე ამბავი ნელა მომაყოლა საათი ნახევარი აღარ გავუვი საიგილოში სტუდენტი ეგარი გასულ კაი გამოსულებიო ეს დაიდან ამრელა შევედი გამოსცადე ახლა თქვენ ყველამ კარგად მოგეხსენებათ მაყურებელს რომერტ მაცხოვრის გურები საღარაზე იყო ჩემპიონი ცხელმოვანელი ქვიშხეთში ხო და მე უკვე დავახლოვდით მე უკვე მოხდი თეატრში და კი არ მოხდი რომ აბარებ და მივედა გურამეთი რა სახიობის ოსტატობაში წამიკარი ხელი რაღაცა მასო არო ჯემალ მითხრა როგორ გეკადრე ეგო ისეთი გამოცდებიო ეგო წინასწარ არიცი ის რა მოუვა თავშიო იმ გამოცდელსო და პირდაპირ იქ იმპროვიზაციით მოიფიქრებს და მოგცემსო ხო ახლა ძნელია იციო ერთმო ჩემ დროს გამოცდები ეს რა მიცესო ეს საგამოცდო რა მეთქი და რაოდა ახლა გვარებს არ ვამობ და და ასო იყო დაფენილი დაროშკას ოძახიან ხალიჩა ესეთი ხალიჩა და მითხრა რომ აი ეს არისო საზღვარიო მე მესაზღვარი ვარო შენო მტერი ხარო თუ ვიღაცა ხარო და უნდა გადმოხვიდე აქ და აბა როგორ გადმოხვალ რანაირად გადმო ვარგიდე ახლა ეს დაიჭირა უკან ხელები ამ ლექტორმა და მიდის იქ წავალ შეინობს ამ დაროშკაზე ახლა ფიქრობდი აღავკნა გასა გავა 15-ს მოიხედავს გავა და ზურგის რო წავიდა და წავლო ხელი ამ ხაზია დაიქრია და შეგვაჭა აი ეს სიტუაცია როგორ სიციც მოხდი მე ამს ჩემ და სამენიეროს მე-7 კლასიდან ფიქრობდი უკვე ამაზე და მოხდი და მივედი თეატრში ახლა თეატრში კურიოზები ხო იცით რამდენი გინდა ხო და
ტარიელ გოლუაში შემიყვანეს ტარიელ გოლუაში კარგად იცით თქვენ არის პერსონაჟი ბაჩუა კი მუნჯი ბაჩუა და აი ამ მუნჯი ბაჩუას კლავენ ხო და მაშინ გრიმების ის იყო რა ქვია ბუმი იყო გრიმები რო არ გაგეკეთები და გათებული იყო და ამ ბაჩუას აფხაიზე თამაშობდა ოღონდ ემანუელი კი არა ალიოშა აფხაიზე კარგი ფორმა ქონა მოძებნილი შესანიშნავი გადაღեղილი გულით ესე და თმები ხელოვნური თმები ამ თავის თმებზე დაწებებული და ეს არის წებო როგორი იცით მერე უნდა მოხსნეს პერიოდში და ვაზელინი წაისვა ნელა რომ არ გეწკიდოს ასე აყრია ეს და მოკლეს ახლა ეს ბაჩუა და ეს გლეხები დავესვიეთ გარშემო მაყურებელი ვერ ხედავს ესე დავესვიეთ გარშემო და საწყარი ბაჩუა ჯერო ბაჩუა და ამას პუტავენ ამ ახალი მისრო ნარიფი ვარ მე ხუყურე და ერთი დილის სპექტაკლია ბატონო და არის და იგივე ამბავი გამეორდა დაესვენება და კლას და გავანებენ თავის დღეს და არის დამიკრია ჩემია ბატონი იპოლიტე ხვიჩიასთან მოგიწია თქვენ არაერთხელ ბატონი იპოლიტე აღწონოს ღმერთმა ის მე ძალიან მიხარია ბატონო თქვენი იცით რომ რაღაც ჯილდოები მაქვს 60 წლის განმავლობაში ხომ ექნებოდა რაღაცები მაგრამ განსაკუთრებულად მიხარია რომ იპოლიტე ბატონი იპოლიტე ხვიჩიას პრემიის ლაურეატი ვარ ძალიან მიხარია მე ეს აი მარდა გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას რომ სოფლიო დონის კომიკოსი რა ქართული ჩარლი ჩაპლინი რა თუ დავას ლაპარაკ ხო და აი მოგიყვებით მაშინ ახარ ვახსენეთ ბატონი იპოლიტე არის ესეთი სპექტაკლი ქუთათურები. ბოლნიში გვა გასროლები და ჩავიდანე და თამაშობდა რაღაც საოცრად. ისეთი იყო რომ მაყურებელი სკამიდან ვარდებოდა რა ისეთი ამბავი იყო და ჩვენ თვითონ ვის ვიყავით ორი სცენა ქონდა ფინალისკენ რაღაცა სცენები ქონდა ვინ სცენაზე ვიდექით ვითი შემოდით სახეებიდან და დასუკრავდით მაყურებელთან აი იყო ეს შემთხვევები დანახავს იყო ძალიან დიდი სახეები იყო და ახლა არის кейფის სცენა თავარ როლს თამაშობ მე გიზო მქვია თბილისიდან მიმამაგრებენ ქუთაისში მიშვებენ და ქარხნის დირექტორი ვარ ავტო ქარხნის დირექტორი ახლა ამ ქარხანაში არიან მლიქნელების ჯგუფი და ამის უსტაბაში არის იპოლიტე ხვიჩია და ახლა უნდათ რომ პირველი მე ჩამიგდონ ხელში ხო გაიგე ეს ჩავდიან და ამ დროს აეროპორტში ხვდებიან და გოგის სვანიძეების დუქანში მივყევარ და იქ სუფრა გაშლილი და გაშლილი იყო ეს დაახლოებით 8 კაცი ვიყავით ხო და 4 მომღერალი აი ხურცია რო იყო როგორ ხურცია იმის შვილიც თეატრს ყავდა თავისი გუნდი იმის რა ქვია მომღერალთა გუნდი და ეს კაი მომღერლები და მოდის მომენტი როდესაც უნდა იცეკოს ბატონმა იპოლიტე და ცეკვავდა რაღაც საოცრად ჩაიდება და სერიოზულად ცეკვავდა რაც უკვე სერიოზული იყო უფრო ესენი სერიოზულ სახეს რომ დიდებდა ხალხი მაშინაც წლებოდა სიცილი და ეს ისეთი მხიარული სცენა იყო სცენის მუშა იყო თუ გრიბიორი იყო თუ რა ვიცი ყველა მოდიოდა კულისებში და კულისებიდან უყურებდა იცოდნენ რომ რაღაც უნდა მოხდეს მით უმეტეს ბოლნიში არის ეს გასვლითი სპექტაკლი მოვიდა ეს ცეკვის მომენტი აი და ჰატუ და საიდანაც კარიქრო და მეციკიდან ამაზე ცეკვავს ხო და გადმოვიდა და ცეკვავს და ერთი მომენტია რომ ხუთი უნდა ჩამოვაროს წრე იმას მაგიდას და ერთი მომენტია გაჩერდა კულისებში მიიხედა კულისებისკენ და გასმა გააკეთეს გამოძახება რო ისე ახლა ვინ უნდა გამოიძახო ხო ყველა სცენაზე ვარ ვიც თამაშობს ხო და წავიდა კიდე დავინტერესე ახლა გავიხედე მე ახლა ვინ აპალონი ყავდა გამყრელი და გრიბიორი ძალიან კაი რაჭვენი კაცი ძალიან ისეთი გულახსნილი კაცი იყო და თეთრ ხალათი ასვია როგორც გრიბიორებს ასე ასვია თეთრ ხალათი ხელში გრიბი უჭირავს ვაჰ ეხლა ამას გაუშვა წავიდა ერთხელაც რომ გაუშვა და გავიხედე და ამ გრიბიორმა გვერდზე სცენის მუშა ედგა და დამიჭირეო ესა გრიბზე
მიაწოდა და დამიჭირე ესე იგი უნდა იცეკოს და რო ჩამომიერა ბატონმა იპოლიტე და ბატონო იპოლიტე კიდე გამოიძახეს ბატონი იპოლიტე წავიდა გაუსვა ამ შენმა იპოლიტე შემოვიდა სცენაზე გრიბიორი გასულ თავის თეთრი ხალათი და 70 წლის კაცია აბა ერთი ამბავი ახლა ჩვენ რა დაგვემართებოდა სცენაზე კაცო და აბა ბოლოს მიხვდა ეს მიქარა რაღაცა ისეთი რამე გააკეთა და წასვლა დააპირა მაინც ადევა უცხო ეგრე ვერ დახვალ შენ მოდი ახლა დაუძახა და ახლა მე მომართა ბატონო გიზო მეუნება თქვენ რაც მივთვით აქ ხო გებრიელი იყო ყველაფერი კიო აი ამის ნახელავი ეს პოვარია ეხლა გასტროლები თქვენ რო გაქვთ მოვლილი ამისანა უნდა თეატრთან ერთად და მართლაც უნიკალური შემთხვევაა რომ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გავიმეორებ რომ ერთადერთი კაცი მზადდება ბატონი ჯემალ ღაღანიძე რომელიც კავკასიურ ცარცის წრეში არც ერთი სპექტაკლი არაა გამოტოვებული 6 ამ კავკასიურმა შემოიარა 30 ქვეყანა კავკასიურმა მარტო და გასტროლებზე ხოიცირე მოგიყვებით მაშინ ერთ კარგი კი ბატონო ეხლა ვიფრინავთ მექსიკაში და ამერიკის თუ და გადაფრინდეთ და მე მექსიკაში უნდა წავიდე და გვითხრეს რომ ჩვენი გზა ესე იყო თბილისი მოსკოვი ღამე უნდა გაგვეთენები და აუცილებლად იმიტომ კულტურის სამინისტროში გვიტარებდნენ რაღაცა საუბრებს ჩვენ გვაწყვობდა ეს ამბავი იმიტომ რომ მოსკოვი ხო იცით ძეხვები და პროდუქტი და ეს პროდუქტი მიქონდა რომ რაღაც იქნებ ჭამაში რაღაცა გროშები გადაგვერჩინა და კალბასები და რაღაცა ხო და გვითხრეს რახან ამერიკაში ვიფრინავთ დღეს და ღამე გარეულია და ამიტომ რომ იქ როარ გაგიჭირდეთო მოსკოვში ნუ დაიძინებთო გაათენეთ ღამეო და ეხლა იმათ რომ ერთგვარად ისე დაგვაძინებდა ხო და შევიყიდეთ კალბასები ყველაფერი პროდუქტი გავიდა კალბასები გავკიდეთ ფანჯარაში ხო არ გაფუჭებული ერთი 6 წალი კალბასია 9 მეტრიანი კალბასი სერვინადები სუნი ეხლა მომივიდა ასე არის და გავათენეთ აი ბიჭები სოსოლაღიზე საწყალი გაფრინდაში და ვიცაროთ პურის ჭაველი ხალხი გავათენეთ და აი ეს არის რომ ფანჯარაში გარიჟდა და გათეთდა რა ფან შემოვიდა სინათლე და დაირეკა ტელეფონი ზარი ავიღეთ რა ხდება და მოვიდა ავტობუსებიო და აეროპორტში მივიდა აკაშია და ღმერდა აბა ბიჭებო რა ავიღეთ ჩავალაგეთ ყველაფერი აქეთ იქი და დამიძახა სოსომ რომ კალბასები არ დაგვრჩიეს ბიჭო ხო მეთქი მეცხე წავედი ახლა ფანჯარში მივიდივარ და უსვათ დამნელა რაღაც ჩამოეფარა ამას კაცო და ცოცხალი რაღაც ჩამოეფარა გაიგე ვაიმე რა ხდება მივედი ხედავ ყვავი კი არა გრაჩი როგორ არის ისა ჭირყვავები ასე მოფრენილა და ფანჯარასთან ხო და გავაღე უსმა და დამთხნენ და წავიდნენ გაფრინდაშვილი მეუნება აცხოვროს ყვეთა რა ფრინველები არიან კაცო რა მწირდე ფეხები აქვს ფეხები კი არა ჩვენი კალბასები ჩირები წაიედა მერე ცინიკურად ის იყო ხეები იყო ახლო რა იქ ფანჯარასთან და ჩვენ ჭამენ კაცო კი რა გასიზე გაუგზავნე აი ფოლკის ისტორია ძალიან საინტერესოა ხო ერთი უკვე იტალიაში აია იტალიაში ვარ და იგივე ამბავი ეხლა სუვენირები გვიდა ვეძებს იაფია რაღაცებს და გავიხედოთ კაცო ხალხია შეგროვებული მივედი და კაცი ყიდის ზონტიკებს აკოლგებს ყიდის ულამაზესი ფერებით და დავსავარია კაცო კნოპკას რო დააჯერა ხო იხსნება ეს არა როგორც ბულბული ისე უსწრეს აი გაგიჟდები რა ღირს ის ლარი ისა დოლარი ყიდა აბა მაინც 4 წალი 5 წალი და უნდა ვიყიდოთ რა თელი თიაზე ახლა მარტო ხო არა ჩვენი ჩვენი წალია და რო უნდა ვიყიდოთ ერთი რუსი მოვიდა ემიგრანტი რუსთავის თეატრი ხარ ხო
იყიდულობთო ზობდიგებს ხო მე ვთქარ კარგი არის არ იყიდოთო რატომ მეთქიდა აუშლებს კარგად არის სახში რომ იტანთო აღარ დაუსწესო რატომ მეთქიდა პირით უსწეს ეს შობება პირით უსწეს იტანელი აფერისტი შემოსო მეგობრებო ჩემი დასტური რაც უნდა თქვენ ისედაც კარგად იდით როგორი ენაწყლიან და დიდი ჰუმორით სახსავს პიროვნება ბრძანდება ჩემი ბატონი ჯემალი შესანიშნავი თამა და მოლხენის დიდოსტატი კარგი ჰუმორით კარგი სიმღერით ამიტომაც აი რომ ხშირად ეპატიჟებია ხოლმე მაგრამ ერთი დაპატიჟება მე მაგალითად ძალიან გამორჩეულად მიყვარს როგორ დაპატიჟა ერთ-ერთმა პიროვნება ბატონი აი ეს მინდა გაიხსენოს ბატონო მართალია დაპატიჟებასაც გააჩნია რა თქვენ რომ პატიჟებთ დიდი ხარ ხამები არ ძინავს მოდი რა ეს უკვე ანეკდოტაც იქცა რასაც ახლა მე ვიწვი და ავტორი მე როგორი ვიცი ხოდა არტისტებთან ყველას უნდა კეითი რა დაგვიძახეთ ერთი ისა ყავდა რა ქვია აი ცოტა გადახოვს გავაკეთებ ყავდა ერთი ბეხანძრე თეატრალურ ინსტიტუტში მოვიდა მეუბნება რომ ჯემალო აი კახი მაშინ პირველ კურსზე იყო მე რო ამთავრებდი ხო და აი კახიო გიბიო აი ესო თქვენო წამოდითო რა ისიგნებთო ხალხს გააჩინებთო იხობლებთო იცეკვებთო და ხან პურსაც შეჭამთო ხან დაპატიჟებ ახლა მირეკავს რომ ბატონო ჯემალო თუ შეიძლება თქვენთან რომ პური შამა გვინდაო და შაფათ დღესო და თუ შეიძლება უცხარ აგაშენა ღმერთმა გენაცვალო ჯემალო არა ჯერ როგორ დაიწყო ხო იცი თუ გვიკადრებთ და თუ ღირს გაგხვდით თქვენ ვატყობრო და გაახუროს გაჩერდეთ კი მე ვხარ არგიდა რა მაგის კაცი არ ვარდეთ მე კაცი გამარჯვებას რომ მეუნება გაგიმარჯვოს კი არ მეუნები რომელ სანდზე და სად არგიდა ხოდა ესო თუ შეიძლება შაბათს მე ვთქარი კაცო გადავხედავ ნახავ ან რეპეტიცია მქონდეს ამ სპექტაკლი გადავხედე ბატონო ჯემალ და დაერთხვა სპექტაკლი გავიდა კაი ხანი დამირეკა კიდე სამჯერ დამირეკა სამჯერო სპექტაკლი დაერთხვა მეოთხე დამირეკა კიდე რომ დაერთხვა და ავიხედე მე ვთქარ ცოტა ისე ტონით მე ვთქარი კაცო რა შვები შე ქალაქში დადიხარ აფიშებს კითხულობ და ისე პატიჟებ ისე როცა სპექტაკლი დაპატიჟა იმ დღეს სპექტაკლი მქონდა ახლა იმედია თქვენც გახვალთ ქალაქში და ნახავთ აფიშებს და როცა არა ვარ მაშინ დაპატიჟებ რა თქმა უნდა შეიძლება მით უმეტესო ჩვენ და საბედნიეროდ ბატონიო დღესაც აქტიურად დაჭარბული თეატრშიც და თუ შეიძლება ერთ პატარა ეს მე კაი ხანია მოყოლილი სამაკ მაგრამ მინდა რომ ამით დავამთავრო კი ბატონო ქუთაისში ხოიცით რა არის და ქუთაისის ჰუმორი და ეს ყველა ქუთაისის ყველასთან მართლა ყველა არტისტია ხო და არის ესე მყვები რომ საფიჩქის სასაფლაოზე მივდიოდი მეთქი რა და უცბად შევნიშნე ქვაზე დახატული გულღია ესეც ბაბაგასია ესა და აი მოკეიბე თქმა მოკეიბე კაცია და უცბად ისიც შევნიშნე მეთქი რომ ცოტა დიდი წარწერა მეთქი და ამდენი და წავიკითხე და წერია მე აქანა უნდა ვიწვევდე და შენ ამას კითხულობდეო ბატონებია ეხლა რატომ მოვღები ჩვენ ისეთი ხალხი ვახსენეთ ჩვენი პოლიტიკი ბატონი რამაზი ბატონი და ყველა იქ არის ეხლა იქიდან რომ ჩამომძახონ კაცო ჩვენ დაგავარდა შენ მაგდენ წლიკინება და დავამთავრო ასიზმის მე დიდი ბატონო მოგზადებისთვის არა წარმატებებით გეულოთ ერთმა თქვენი თავი დიდხანს და დიდხანს გაიგებოდა დაში გავაცილებ ზურბაცო მეგობრებო დიდი სიამოვნებით მინდა მოვიწვიოს სტუდიაში იუმორინას ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი ნიჭიერი პაროდისტი თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ბატონი გიგა ბექაური მოგზადი გიგა მოგზადი
ბალსა და ხელშუა იზრდება ეს კაცი. როგორც პირდაპირ, ასევე შემოქმედებითი მნიშვნელობით. ახლა შენ კარგად იცი, ჩემო გიგა, რომ ჩვენი გადაცემის თემა ახლა გამოცდები და ამ თემაზე შენზე უკვე ვინა ისაუბრებ, თავად ხარ სტუდენტი და ახლათლად გამოცდიდან მოდიხარ, ასე ვიცი. გამოცდებიდან მოვიდა. რაკენ როგორ შეაბარე? ინგლისური ჩავაბარე, მეგობრებო. 51. 51. კარგი, ახლა გადავიდეთ უშუალოდ შენს გამოცდილებაზე გამოცდების საკითხში. როგორც ყველა პაროდის პირველი, ასე ვთქვათ, მსხვერპლი ყავს მასწავლებელი, იმიტომ რომ ყველაზე აქტიური შეხება მასთან აქვს და ყველაზე რევანშისტული დამოკიდებულება მასთან აქვს. რაღაცით უნდა რომ სამაგერო გადაუხადოს. ასე ვუხდიდი ხოლმე სამაგეროს ჩემს მასწავლებლებს, მთელი კლასი იცინო და გამოცდებზე მასწავლებლები დამცინოდნენ მე, იმიტომ რომ ყველა ვიცოდა, ბოლოს მიდიოდა მათამდე ხმა რომ მე მათ პაროდიას ვაკეთებდი და როგორც კი გამოცდაზე შევიდოდი, ბექა არა გიგა, ბექა. აქ იგრძნობოდა ეს რომ მე შენ განახებ პაროდიებს. მაგრამ ესე გამოვძვერი რომ ანუ ამ მასწავლებელთან ვაკეთებდი სხვა მასწავლებლის პაროდიას და ამას მოწონდა ეს სხვა მასწავლებლის იმ მასწავლებელთან ამ მასწავლებლის პაროდიას მოსწავლებთან მასწავლებლთან დირექტორთან მასწავლებლების და ესე გავედი ფონდს და ნუ ეხლა ბევრს კი ვწუწუნებ ამ გამოცდებთან დაკავშირებით მაგრამ ყველაზე თქვათ ეხლა გამოცდა მაინც ორ სუბიექტ შორის ურთიერთობა ეს ინტელექტუალურად თქვათ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა რაღაცას დაალაგებ რაღაცას მოვაწესრიგებ მაგრამ გამოცდა რომელიც მე იუმორინასზე ფილარმონიაში ჩავაბარე ეს არის 2500 გამომცდელთან შესვლა და აბსოლუტურად სხვა ენერგია. მე იმედის ტელევიზიაში ვნახე ჩანაწერი. საერთოდ ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა როცა მქონია, მაგრამ შიშისგან ესეთი ბრიყული სახის მიღება თუ შემეძლო. მართლა არ მეგონა. მაგრამ მე უფროსმა მეგობრებმა იუმორინას გამოცდილმა მსახიობებმა მითხრეს რომ ჩვენც იგივე დღეში ვიყავით დაწნარდიო და ამის შემდეგ ცოტა გაგიოდა ცხოვრება. დღესაც ეს გამოსვლაც გამოცდა და აი განსაკუთრებით გავიხსენებ პირველ გამოსვლას გულწრფელად ვამბობ ისევ ნერვიულობდი რომ აბსოლუტური ბინდი იყო გადაკრული ყველგან დეკორაცია არ ჩანდა მეორე გამოსვლაზე დეკორაცია გამოჩნდა მესამე გამოსვლაზე მაყურებელი გამოჩნდა მეოთხე გამოსვლაზე ყველაფერს ხედავდი და დღეს ძვირფასო მეგობრებო მინდა მიმართო აიქ ოპერატორს რომელიც პირველად დავინახე თქვენ ჩანხართ ჩემთან მოგესალმებით დიდი მადლობა ძალიან განიხარდა თქვენი გაცნობა ასეა, გამოცდებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაბარებთ. აბა, ვერსად ვერ გავექცევთ, რაც მართალია. კარგია, პატიოსანი. რა სიტყოდენ ამ საკითხზე, კერძოდ გამოცდების თემაზე, შენი პერსონაჟები? პირველი დიალოგი, ეს არის ტელევიზიაში, ტელეკომპანია კავკასიაზე, დავით აქუბარდიას გადაცემაში, აქუბარდიასა და ლევან ლორთქიფანიძეს შორის დიალოგი. ლევან ლორთქიფანიძე გესოდნებათ სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი და ასე შემდეგ. ნახოთ რა საუბრობენ ისინი. ლევან, გულწრფელად გეუბნები რა ეს გამოსვლები და გამოცდები ერთმანეთს ემთხვევა და როგორ ახერხებთ გულწრფელად მინდა გირჩიოთ რომ იქნება შეწყვიტეთ რა ლევან რა. ბატონო დაგვიქვს. მე ახლა პირდაპირ მინდა გითხრათ. მეც მომხრება რომ ცოტა ხანი შევაჩეროთ ეს გამოსვლები გამოცდების გამო. მაგრამ ვინც უნდა შეაჩეროს ეს გამოცდები, ის არ აჩერებს. იცით რატომ არ აჩერებს ბატონო დავით? იმიტომ რომ არ უნდა ძალიან გაბუტული ვარ ამასთან დაკავშირებით. რაც ლაპარაკობ, გულწრფელად გამიკვირდა. არ უნდა, რაც არ უნდა ღმერთმა უმისცე შემოლევა. ეხლა გულწრფელად გეუბნები, გამიშვი რეკლამაზე რა, ლევან, როგორ გეკადრებათ ბატონო და ეხა იცოდეთ თქვენს გაგებუტები. რაც ქვია რეკლამაზე, ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გამიშვი რა ლევან რეკლამაზე, გამიშვი ეხლა რეკლამაზე. ვერ გაგიშვი ბატონო, ლევან, ხელი გამიშვი რა ლევან. გამიშვი რა. ლუკა, გაუშვი რეკლამა, მონტე ხამკაცმა ხელი გაუშვი. მადლობა. შემდეგი პერსონაჟი, ეს არის ჩემი საყვარელი პერსონაჟი გიგა ბოკერია. აი ეს რომ დავჯდე ოღონდ. აგიბადო. გასაგებია, ყველა სტუდენტს მე მინდა რომ წარმატება უსურვო, გამოცდებზე ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის აბსოლუტურად. არა, როგორ არა მნიშვნელოვანი, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი პარტიისთვის გამოცდა იქნება ოქტომბერში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოცდას არჩევნებზე აუცილებლად წარმატებით ჩავაბარებთ. არა, როგორ არ ჩავაბარებთ? წარმატებით ჩავაბარებთ განსხვავებით ქართული ოცნების. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ისინი ვერ მოიგებენ არჩევნებს, იმიტომ რომ მათ არ შეასრულეს არც ერთი მათი დაპირება, განსაკუთრებით მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა. ხა ვერ დაგვსაჯეს ვერც ერთი. მე პირადად დასჯდად არ ვგზნობ თავს. არ ჩემი მეგობრე, ხა ერთი ორი ადამიანის.
ასე რომ მე პირდები ჩემს ამომრჩეველს იმ შემთხვევაში თუ აგვირჩევთ ჩვენ დავიჟით ჩვენ თავს კაცრად კანონის სრულ სიმკაცს დაღვადგეთ სამართლებრივად დავжить ჩვენ თავებს პირდები და თუ ყოველი ასაჭიროა აღვადგეთ სამართლიანობას ну ლოგიკური იყო ეხლა აქედან ბმა ვასიკო ოდიშვილთან ივანო მოგესალმებით თქვენს ტელედარადიო ყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური ამბები ვასიკო ოდიშვილი გადაცემა ვასიკო ოდიშვილი მაშასე ანეკდოტის დროა სპორტსმენებს ეკითხებიან ნაციონალები რატო გალახეთო სპორტსმენები კი პასუხობენ ჩვენ არ გაგვილახავს თვითონ შემოგვალახეს თავიო ეგრე იქნებოდა მეორე ანეკდოტი ბოკერიას ეკითხებიან კორცხელის გარდა კიდევ სად ვიყავიო სად ვიყავი და ნოკაუტშიო ნამდვილ იქნებოდა კი ახლა კი გამოცდები გამოცანებში მაშასე ჩვენ რომ გცემდით გიხაროდათ ახლა სევდა მოგერიათ კორცხელში ვინ გააგორეს ვიშ სწორია ბოკერია კი ცოცხებს თლის და ჭერში აწყობს ოდესაზე უდევს თათი ახალ ტყუილს აცხობს დაბოლების დიდოსტატი დაუცურდა სუნთლად კრიშა ეს ვინ არის დიახ მიშა ეს იყო გადაცემა ყოველდღიური ამბები ვასიკო ოდიშვილთან ნუ მიიღე სხვა ვიშ რა კარგი ეს იყო ვასიკო ოდიშვილი ახლა კი ჩემთვის საყვარელი გივის სიხარულიძის დროც დადგა ძვირფასო მეგობრებო მე მინდა რომ ორი ხელი ავწიო გამოცდები არის უმნიშვნელოვანესი რამე მაგრამ გამოცდაზე ჯვარი გწერიათ ვინმეს და ერთხელ თუ ჩაიჭერით იმას მეორედ გადააბარებ მეს ბოლო აუცილებლად მიაღწევ მიზანს მაგრამ აი კაცობაში თუ ჩაიჭერი ეგ ისეთი რამეა მაგას ვერც გადაბარება გამოასწორებს და ვერც 51 ქულა ეგ არის ჩემი სიმართლე მე ახლა ისეთ ასაკში ვარ ნეტა სიმართლის გამოვასწრო ტყუილისთვის სადამცალია თქვენ გენაცვალოთ თქვენი გივის სიხარულიძე ბატონი გივი აი ბატონი გივი ერთ-ერთი სიმართლე თქვა კაცობაში თუ ჩაიჭერი ამაგას აღარაფერი აღარ უშველის მე მაგალითად ერთი ხის გადარგვა არ დამანებეს ასე რო ვთქვათ და არ მაპატიეს აცო ეს ხე გადავგე ბუხარში ხوار შემიკეთებია ორზე გადავიტანე აი მას უნდა აუცილებლად დაკვირვება და კარგად გააზრება მე ერთი ხე გადავგე სამაგიეროდ 1000 დავგე მაშინ როცა ამათმა თელი ხეობა კოდორში იპტერს ისე ჩააბარეს თვალი არ დაუხამხამიათ აი ეს არის რაც უნდა გაიაზროს საზოგადოებამ და მე უფრო მნიშვნელოვანია თუ ხეობა ამას არჩევნებზე ხალხი თვითონ გადაწყვეტს ვინ ჩააბარებს გამოცდებს ამასაც გავიგებთ ახლა კი მე მინდა რომ ჩემ სტუდენტებს ძალიან საინტერესო სტუდენტებს ძალიან კაი სტუდენტები მინდა რომ წარმატება უსურვო გამოცდებზე და ყველას უსურვო რომ ჩემზე ნაკლები წარმატება არავის მიგეღწიოთ გამიჯერეთ არ წააგებთ ნამდვილად იქნებით წაგებულ მდგომარეობაში გამიჯერეთ ამბილად და ბოლოს საკუთარი ხმით რას უსურვებდეს სტუდენტებს შემოგიგა როგორც იქნა ძვირფასო მეგობრებო მომეცა საშუალება რომ საკუთარი ხმითაც რაღაც გისურვოთ იმ ახალგაზრდა მეგობრებს რომლებიც მართლაც ცდილობენ და სწავლობენ გულწრფელად მინდა რომ წარმატებები გისურვოთ მეც თქვენს და ყველა იმ ახალგაზრდას ვინც ცდილობს რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს განათლებით დიდი მადლობა რომ მუშემატკივრობთ და ყველას გისურვებთ წარმატებას განათლებაში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შემოგია ამას სულ წარმატებებით გეუბნოს დიდი მადლობა ახლა კი დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგენოთ პოპულარული ჯგუფი თესევ გორდელა რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი თამაზ მამალაძე ეს გორდელა შემისრულებს მუსიკალურ კომპოზიციას მოხეული რომლის ავტორი გახლავთ უნიჭიერესი კომპოზიტორი და მუსიკოსი ბატონი ვატო კახიძე Pam para paya
დიდი მადლობა სამთესევ გორდელას და მის ხელმძღვანელს ბატონ თამაზ მამალაძეს. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობების საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი სიცილი საუკეთესო მგურნალია.